Ყოველდღე გაზრდით გაიხარეთ და ყოველთვის ვინც ეძებს ის პოულობს. საერთოდ ქრისტიანობა ეს არის თვითგამორკვევის გზა. უფალში საკუთარი თავის პოვნის გზა. თუ ადამიანი ამ გზაზე როცა მიდის, იგი უნდა ერთგული დარჩეს სარწმუნოებისა. ერთგული უნდა დარჩეს მოძღვრისა, ერთგული დარჩეს სწავლებისა, რომელსაც მერტი გვასწავლის. ამიტომ მოცემული ეს სწავლება იმისათვის, რომ ამ თვით გამორკვევის გზაზე ქრისტესთან მივიდეს. მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სიცოცხლე, რა თქმა უნდა. უნდა ვისწავლოთ სიყვარული ღვთისა, სიყვარული მოყვასისა და სიყვარული საკუთარი თავისა, ოღონდ ქრისტიანული გაგები და არა ეგოცენტრული გაგები. სიყვარულს სწავლა უნდა, როგორც ბევრ სხვა ნიჭს, ბევრ სხვა სულიერ მეცნიერებას. საკუთარი თავის ქრისტიანული სიყვარული ყველაზე ძნელად სასწაულია, იმიტომ რომ შენ თუ შენი საკუთარი თავი არ გიყვარს ქრისტეს მიერ სიყვარულით მოყვას, როგორც საკუთარ თავს ვერ შეიყვარ. ამიტომ თვითგამორკვევის ამ გზაზე ყველა და ყველაფერი ჩვენი მასწავლებელია. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, მუდამ ლოცულობდეთ, მუდამ მადლობდეთ, მუდამ გიხარობდეთ. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვისაც ჩვენ უწოდებთ პოზიტივს, მადლობა ღმერთს იმისათვისაც ჩვენ უწოდებთ ჩვენ ხას უწოდებთ ნეგატივს, მადლობა ღმერთს იმისათვისაც, ამისათვისაც, მარჯვენისთვისაც, მარცხენისთვისაც და ყველა მიმართულების ასე ვთქვათ, ღვთის მიერ ქნული მიმართულებისთვის, რომელიც ღმერთმა მოგცა და ეს მრავალგანზომილებიანი სამყარო ასე თავისთავად ცხადად ამ ყოფიერში, ეგზისტენციაში გაგვაჩინა და არაყოფიერიდან ყოფიერში მოგვიყვანა. სხვა რა უნდა ვთქვათ, თუ არა და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, ხას უსვამ გლობალური ყველაფრისათვის მადლობის დიდი სურათი უნდა ვიხილოთ. მადლობის გზნობა აფართოებს ჩვენ სულიერ ცნობიერებას, სულიერ ზერას და მასშტაბს და ჩვენი ცხოვრების სრული სურათის დანახვის შანსს გვაძლევს. უმადური და თვით იზოლირებული ადამიანი ფრაგმენტულად დანაწევრებულად და იზოლირებულად თვით ჩაკეტილად ხედავს საკუთარ ცხოვრებას და ვერა გვიქვამს ჯვარდმიტოლობის სრულ მასშტაბს, რომელსაც ღმერთი მას აძლევს. ამიტომ გარე სამყაროში ყველაფერი ჩვენი მასწავლებელია. ნუ დავყოფთ გარე სამყაროს ფრაგმენტებად, ადამიანებს, მოვლენებს, ასე შემდეგ. ამიტომ და ეს ყველაფერი ჯამში გვაძლევს უფალთან დაბრუნების საშუალებას და შედეგად საკუთარ თავთან დაბრუნების საშუალებასაც, იმიტომ რომ შენ თუ ქრისტეს არ დაუბრუნდი იმას, ვინც შენ ხატად შექმნა თვისად, ხატად და მსგავსების შანსი მოგცა, მაშინ შენ საკუთარ თავსაც ვერ დაუბრუნდები მაშინ. ცხოვრება ციკლურია. ყველაფერის რიტმი ციკლი ახასიათებს. ღერძი სამყაროს ციკლურია, ციკლურობის კანონი ღერძი არის სამყაროს ძირითადი ფუნდამენტალური კანონი. ამიტომ ეს ყოველთვის როდესაც სადღაც გავდივართ რაღაც ორბიტაზე, უნდა ვიცოდეთ, სად გავდივართ და როგორ გავდივართ და მოვალთ თუ არა და სად მიდის ეს ორბიტა და დავბრუნდებით თუ არა და როგორი დავბრუნდებით. ცოტათი უნდა პროგნოზირება გავაკეთოთ. რითი? წმინდა წერილზე დაყრდნობით, წმინდა გარდამოცემაზე დაყრდნობით, ლოცვით, მარხვით, გონებისა და გულისა და სხვა ცენტრების განწმენდით და ასე შემდეგ. ამიტომ გიყვარდეთ ყველა და ყველაფერი. გიყვარდეთ ყველაზე უფრო მარადიული, როგორც ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, გიყვარდეთ ყველაზე უფრო ის, რისიც ართმევაც არავის და ვერავის ვერ შეუძლია. იმას, რასაც ვერავინ და ვერაფერი და ვერავინ ვერ წაკარგებთ. ყველაზე უფრო მეტად ის გიყვარდეთ, ხომ? ნათქვამია, ნუ გეშინით, რომელმან მოსმიდნენ ხორცნი. არამედ გეშინოთ ეს მისა, ვისაც შეუძლია ჯოჯოხეთში შენი სული შთაგდება, ხა ზუთ ციტირებას არ მოკეთებ. გახსოვთ ეს ფრაგმენტი, ხო? აი მის გეშინოთ, გეტყვით მე ვისა გეშინოთ. ასევე შეიძლება ითქვას, გიყვარდეთ ყველაზე უფრო მეტად ის, კი არა, რაც ხორციელთან არის დაკავშირებული და ხორციელ განსჯასთან ჩვენი დაცემული ინტელექტისა და დაცემული და განუწმენდელი, მაგრამ განსაწმენდელი და შესაძლებლად განუწმენდელი გზნობებისა. არამედ გეშინოდეს და გიყვარდეთ ყველაზე უფრო მეტად ის, რაც მარადიულია და რაც
განუშორებელია, განუყოფელია, ჩვენი სულის ყველაზე უფრო მარადიული და სიღრმისეული ნაწილია, ის ნაპერწკალი უფლის, რომელიც მოცემულია ჩვენში, როგორც ხატება და დაგვევალა როგორც მსგავსება. ამიტომ ქრისტიანობა ეს არ არის უბრალოდ სულიერი მეცნიერება, ეს არის უბრალოდ როგორ ესეც უბრალოდ სიტყვა არ მიესადეგება, ეს ღვთაებრივი გამოცხადებაა. ნებისმიერი მეცნიერება, ფილოსოფია, ნებისმიერი საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი და სხვა მეცნიერებანი, გრამატიკა თუ ფილოლოგია თუ ასე შემდეგ, თუ ზუსტი მეცნიერებანი თუ საჰუმანიტარული, რაღაც გარკვეულ პასუხებს, რაღაც გარკვეულ ახსნებს გვაძლევს ჩვენ მსოფლმხედველობაზე, მსოფშეგრძნებაზე, მაგრამ ქრისტიანობა არა მარტო ახსნებს გვაძლევს, არამედ გცვლის ჩვენ ტრანსფორმაციას, მეტაფიზიკურ გარდაქმნას, თეოზისი რომ ქვია, გამხდობა რომ ქვია, აი ამას აკეთებს. ამიტომ ქრისტიანობა, როგორც ღვთივგამოცხადებული მართლმადიდებლური სარწმუნოება, არა მარტო ჩვენ პასუხებს გვაძლევს თავისი ყოვლად სრულყოფილი დოქტრინით, ყველა კითხვაზე სწორად და მართლად დასმულ კითხვაზე, არამედ ჩვენ გარდაქმნის და გარდაქმნის უკეთესისკენ, ცვლის უკეთესისკენ. და ამაში გზა უფალმა გახსნა ამისათვის და მოგცა ყოველივე გააკეთა ეს ყველაფერი იცით. ამიტომ კიდევ რომ ამ ყოველივე კეთილწინებაში, ცუდის კარგ გახდომაში, კარგის უკეთესი და ასე შემდეგ, ანუ გაამხტობის თუ ტკივნეულ, გამწვენდელ, საშიშ, მაგრამ გადამჩენილ მაცხოვრებელ გზაზე მშვიდობით სიარული ამ ვიწრო გზაზე, მაგრამ მაცხოვრებელ გზაზე მშვიდობითი სიარული და წინსვლა გისურვოთ. და ამაზე გვერდსავთ ახლა რითიც ამ დღევანდელ ჩემს გადაგებას დავაგვირგვინებთ ზიარებით. მადლობა. მადლობა. მადლობა.